ვინ აფინანსებს საქართველოში ზიზღის მასშტაბურ კამპანიას და რა მიზნით ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურ პოლარიზაციას. სიძულვილის კამპანია ქუჩებში. და ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით ბულინგის კამპანია არასასურველი მედიის გასაჩუქრად. Қазақстан აღმოჩნდა რუსული ყუილების განავრცელებელი პოსტივი. ერთაჩეთა ხოცა ესეთი თავხედი, აი ასეთი პროვოკატორი, ასე იხუება. რატომ იქცა სოცმედია ზიზღისა და სიძულვილის ორკესტრირებული გავრცელების ახალ მძლავრ პლატფორმად? და ის რასაც ვერ ახერხებდნენ ქუჩაში, ანუ სამოქალაქო ომის გაჩაღებას, ამას ცდილობდნენ მედიაში, სოციალურ მედიაში, ვირტუალურ სამყაროში. რატომ არის მნიშვნელოვანი განსაკუთრებული ზიზღის ოცხხელებში და როგორ ხდება აგრესიული კონტენტის ხელოვნური პოპულარიზაცია? რაც უფრო აგრესიულია ლექსიკა, მით მეტი ადამიანი აზიარებს და იწონებს ასეთ მესიჯს. ვირტუალურ სივრცეში გენერირებული სიძულვილი არა როგორც ბუნებრივი მძაფრი რეაქცია, არამედ წინასწარ გათვლილი მართული პროცესი. უმრავლესობა დუმილს ამჯობინებს. ეშინია არ გალანძღონ, არ დააბულინგონ ქუჩასა თუ სოცხსელში. შედეგად კი რადიკალური ნარატივი ხდება დომინანტური. არის თუ არა სიძულვილის ენის დამკვიდრება ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომის ნაწილი და ვის ინტერესებში შედის საქართველოში მუდმივი დაპირისპირების არსებობა? პოლემიკაში ასეთ ბილსიტყვაობის და რადიკალიზმის შემოწმენას დაფინანსებული არის ორი გარედან. სიძულვილის ენა ეს არის ერთ-ერთი ნაწილი ჰიბრიდული ომის. ემსახურება გარკვეულ პოლიტიკურ მიზანს, როგორიც არის შიდა ცივი სამოქალაქო ომის არსებობა, მუდმივი ცივი სამოქალაქო ომის არსებობა. რა შორს მიმავალი გეგმები აქვს დისკრედიტაციისა და სიძულვილის დაფინანსებულ კამპანიებს, არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ? ეს იყო სიძულვილის გაღვივა ინსტიტუტების მიმართ, აქ საუბარი არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, აქ საუბარია მაგალითად მართლმადიდებელ ეკლესიაზე. ვის ინტერესებშია სიძულვილის ნორმად ქცევა ქართულ საზოგადოებაში? რატომ ცდილობენ მართული მედიების საჯარო პოლიტიკური სივრცის ჩაკეტვას? გარედან მართული პროცესები და სახელმწიფოს რეაგირება. შაბათს 21 საათსა და 30 წუთზე. დოკუმენტურ ფილმში ბრძოლა ხელოვნურ პოლარიზაციასთან.